არა განსადო უფალი ღმერთი შენი. აი აქ არის აკრძალვა ღმერთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. აი ადამიანს აქვს ხშირად ეს რომ მე რომ ვიმარხულებ, მე რომ ვილოცებ, მე რომ ვეზიარები, მე რომ სიკეთეს გავაკეთებ, მე რომ ქველმოქმედებას ჩავიდენ, უფლისაგან ამას მივიღებ სანაცვლოდ. აი ასეთი დამოკიდებულება არის ღმერთთან ვაჭრობა და ვახსოვდეს რომ როდესაც ღმერთთან ურთიერთობაში პატარა ანგარება მაინც გაგვეპარება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში რომ რადგან მე კარგად ვიქცევი, სწორად ვცხოვრო, სწორად ვფიქრო, ყველაფერს ვასრულებ, ამას ნაყოფად უნდა მოყვეს ჩემი მიწიერი კეთილდღეობა, ესეთი დამოკიდებულება არის შეცდომა. ესე პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან არ არის, როცა მე ვაკეთებ რას ღვთისათვის სათნოა. ვაკეთებ არა იმიტომ, რომ მე სანაცვლოდ მიწიერი სიკეთე მივიღო, არამედ მიყვარს უფალი და ჩემი ცხოვრების კრედო და საზრისია მას ვუერთგულო და ამიტომ ვაკეთებ ამას და არა იმიტომ, რომ სანაცვლოდ მივიღო ის როგორც დედა რო შვილს ზდის და უვლის, უყვარს და ამიტომ აკეთებს. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია.